საქართველოს სულ უფრო ანტიდემოკრატიული გზით მიდის შეფასება მარტა კოსს ეკუთვნის ფორმულა გაფართოების ევროკომისარს ბრიუსელში ექსკლუზიურად ისაუბრა ეს მისი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ოფიციალურად მსჯელობა დაიწყო ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ასევე უპასუხა ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების თავდასხმებსაც ლუკა ხაჩიძე ესაუბრა ევროკომისარს ინტერვიუს დეტალებით გვერდდება ახლა ის ბრიუსელიდან შევჩერდება თუ არა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია თუ შენგენში უვიზოდ მიმოსვლას დაემშვიდობებიან მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მარტა კოსი ფორმულასთან ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს რომ საკითხზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს თუმცა აქვე საგულისხმოა რომ გაფართოების ევროკომისარი აქცენტს აკეთებს ვიზის შეჩერების მექანიზმში დაგეგმილ ცვლილებებზე რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი გახდება ბრიუსელმა მიზანში ამოიღოს კონკრეტული ჯგუფები მაგალითად ოცნების წევრები მოსამართლეები პროკურორები და რეჟიმის სხვა რგოლები ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ გავრცელდება ყველა მოქალაქეზე. თუმცა რა გზას აირჩევს ბრიუსელი ეს უცნობია და სავარაუდოდ ძალიან დიდი ალბათობით წლის ბოლოსკენ გაირკვევა. როგორც იცით, ოცნებას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ივანიშვილის მთავრობას ამისთვის დროც ჰქონდა მიცემული, თუმცა პროგრესი ამ კუთხით ნათელია, რომ არ იყო პირიქით ოცნებმა მაქსიმალურად გააქტიურა ქვეყანაში რეპრესიები, მიიღო ახალი დრაკონული კანონები და გაზარდა ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ გაფართოების ევროკომისარი ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მკაფიოდ ამბობს, რომ ოცნების პოლიტიკა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ მივიღეთ საქართველოს მთავრობისგან კითხვაზე პასუხი ვიზა ლიბერალიზაციაზე. არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ განხილვის პროცესში ვართ. როგორც იცით, განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ მექანიზმს ნოემბერში და ვიმედოვნებთ, ვიპოვით გზას, ვაჩვენოთ, რომ შეუძლებელია იყო კანდიდატი და თან მიდიოდე ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. მარტა კოსთან ამ ინტერვიუთი დასტურდება ისიც, რომ სამწუხაროდ დღეს საქართველოს მხოლოდ ფორმალურად აქვს კანდიდატის სტატუსი დარჩენილი, გაფართოების ევროკომისარი განმარტავს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება, ანუ რეპრესიები, კრიტიკოსთა განეიტრალება ციხით, ანტიდემოკრატიული კანონები, ყველაფერი ეს წინააღმდეგობაშია ევროპულ ინტეგრაციასთან. როგორც იცით, სწორედ კრიტიკის გამო მარტა კოსი არის ივანიშვილის წარმომადგენლების თავდასხმების სამიზნე და ბოლოს ამ ტიპის განცხადება ჩვენ მოვისმინეთ ოლიგარქის პარლამენტის სპიკერის მხრიდანაც. თუმცა როგორც ევროკომისარი ფორმულას ეუბნება, მასზე ეს არ მოქმედებს. ეს ჩემი საქმის ნაწილია, ბევრად უარესია, როდესაც ვიგებ, რასაც თქვენი მთავრობა უკეთებს საკუთარ ხალხს. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ თავისუფლებებს, რაზეც აგებულია ევროკავშირი, მაგრამ შეტევა ევროპულ ინსტიტუტებზე და ჩვენი წევრი ქვეყნების ელჩების, ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკა არ არის ის, რასაც კანდიდატი ქვეყნის გამოველით. თუ მათ სურთ დემოკრატია გვასწავლონ, ეს იმდენად დაბალი დონეა, რომ უფრო ღიად უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან შეშფოთებული ვართ, რადგან საქართველო სულ უფრო ანტიდემოკრატიული გზით მიდის. მიუღებელია, რომ ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები ციხეში არიან. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეღარ მუშაობენ. ნამდვილად მოუწოდებ თქვენს მთავრობას მოусმინოს თქვენს ხალხს, რომელსაც სურს ევროპული გზით სვლა. ამ ეტაპზე მთავრობა საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. მარტა კოსი ბლოკის და ზოგადად ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს ბრიუსელში მონაწილეობას იღებს ალდეს კონგრესში. შეკრების ერთ-ერთი თემა არის საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები. როგორც იცით, ამ ევროპული ალიანსის წევრები არიან ქართული პარტიებიც, მათ შორის დროაც, რომლის ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. მას დღეს აქ რამდენიმე საათში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამის ნაცვლად ციხიდან გამოგზავნილ წერილს მისი თანაგუნდელი წაიკითხავს. კონგრესი ორდღიანია და დაგეგმილია საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღება.